გამარჯობა. მოდით ერთი წამით გადავინაცვლოთ მე-17 საუკუნეში. ეს არის დრო, როცა ერთი პატარა სამეფო ორი გიგანტური იმპერიის ძალაუფლების ზღვარზე აღმოჩნდა. ეს არის ამბავი გადარჩენაზე, კომპრომისებზე და კი, საბოლოოდ წარმოუდგენელ თავგანწირვაზეც. სანამ უშუალოდ ისტორიას შევეხებით, მოდით დავფიქრდეთ ერთ მთავარ კითხვაზე, რომელიც იცით მთელ ამ თემას გასდევს ლაიტმოტივად. როგორ ახერხებს კულტურა გადარჩენას, როცა ის მუდმივი პოლიტიკური და კულტურული წნეხის ქვეშაა? და ამ კითხვაზე პასუხს თუ ვეძებთ, პირდაპირ უნდა გადავინაცვლოთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და, სიმართლე გითხრათ, დრამატულ პერიოდში. კარგი, მოდით დავიწყოთ. ყველაფერი სათავეს იღებს იქიდან, თუ რა ხდებოდა, რა ვითარება იყო აღმოსავლეთ საქართველოში, სწორედ მე-17 საუკუნის დასაწყისში. ხომ ხდებით, ვითარება ძალიან სწრაფად იძაბებოდა. წარმოიწყინეთ 1600-იანი წლებიდან ქართლ-კახეთი უკვე ისედაც სეფიანთა იმპერიის ვასალია, ანუ მისი გავლენის ქვეშაა. ამას დაამატეთ შააბასის საშინელი გამანადგურებელი შემოსევები, რომელმაც ქვეყანა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. და ამ ყველაფრის კულმინაცია დგება 1623 წელს, როცა შახი უკვე გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს. ქართლის ტახტზე სვამს თავის კაცს, რომ რეგიონზე, რკინის ხელით დაამყაროს კონტროლი. და სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე ჩვენი ამბის მთავარი გმირი. გმირი რა ალბათ უფრო ცენტრალური და ამავდროულად ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ფიგურა. მაშ, ვინ იყო ეს როსტომ ხანი? ერთი შეხედვით ბაგრატიონი, ქართველი უფლისწული. მაგრამ, აქ არის მთავარი მაგრამ. ის ხომ ისპახანში შახის კარზე გაიზარდა. ისლამი მიიღო და ფაქტობრივად სპარსელივით ცხოვრობდა. და ეს შინაგანი დაპირისპირება, ხო გესმით, ქართული სისხლი ერთ მხარეს და სპარსული აღზრდა მეორე მხარეს, სწორედ ეს გახდა მისი მმართველობის მთავარი თავსატეხი. მისი მმართველობა, იცით, მართლასასწორის ორ პინას ჰგავდა. ერთ მხარეს რა კვედო, თითქმის ნახევარი საუკუნის მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, აღდგენილი ქალაქები, ვაჭრობის აყვავება. ანუ ქვეყანა ფეხზე დგებოდა. მაგრამ მეორე პინაზე იდო ძალიან მძიმე ფასი. კულტურული ასიმილაციის საფრთხე. სამეფო კარზე სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა სპარსული ენა, სპარსული წესჩვეულებები, რაც ბუნებრივია პირდაპირ ურტყამდა ქართულ იდენტობას. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ყველა მონეტას ორი მხარე აქვს. როსტომის ამ პროსპარსულ პოლიტიკას პირდაპირ სამეფო კარზე გამოუჩნდა ძალიან ძლიერი, თუმცა ჩუმი მოწინააღმდეგე. და ეს იყო არავინ სხვა თუ არა მისი მეუღლე, დედოფალი მარიამი, რომელიც ქრისტიანად რჩებოდა. მარიამ დედოფალი, დადიანი სასული, ფაქტობრივად ქართული იდენტობის ცოცხალ სიმბოლოდ გადაიქცა. წარმოიდგინეთ, ის იყო ის კულტურული ბურჯი, რომელიც იმ სპარსული გავლენით გაჟღენთვილ სამეფო კარზე მართლმადიდებლობას და ქართულ სულს მტკიცედ იცავდა. და ეს არ იყო, იცით, უბრალოდ რაღაც პასიური პოზიცია. არა. ეს იყო კონკრეტული ქმედებები. მარიამი საკუთარი ფულით, საკუთარი სახსრებით აღდადგენდა დანგრეულ ეკლესია-მონასტრებს, ფარველობდა ქრისტიან თავადაზნაურებს, ყველანაირად უწყობდა ხელს ქართულ წიგნიერებას. ანუ მთელი ძალით ცდილობდა, რომ როსტომის იმ სპარსულ გარემოცვაში ქართული სული როგორმე გადაერჩინა. ეს იყო, რასაც ქვია, ჩუმი, მაგრამ წარმოუდგენელ ძლიერი კულტურული წინააღმდეგობა. თუმცა, ხომ იცით, ასეთი ფარული დაძაბულობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიალ, ყველაფერი ფეთქდება. მოვლენები მართლაც მივიდა დუღილის წერტილამდე და ეს ჩუმი წინააღმდეგობა ღია, ძალიან სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა გახდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც ფიალა აავსო? ეს იყო შახის ძალიან კონკრეტული და საშიში გეგმა, რომელსაც კახეთის დემოგრაფიული სურათი სამუდამოდ უნდა შეეცვალა. რაც გულისხმობდა ეს გეგმა? კახეთის ყველაზე ნაყოფიერ მიწებზე მომთაბარე თურქმანული ტომების ჩასახლებას, რაც, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის განდევნას ნიშნავდა. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ კულტურის საკითხი, ეს უკვე ფიზიკური გადარჩენის საკითხი იყო. და აქედან მოვლენები უკვე ელვის სისწრაფით ვიტარდება. სეფიანები იწყებენ ბახტრიონის და სხვა ციხეების აშენებას, ემზადებიან ჩასახლებისთვის. საპასუხოდ, ქართველი თავადები, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ეომებოდნენ, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარგსნის ერისთავები და სხვები ფარულად ერთიანდებიან. 1659 წელს კი ისინი კოორდინირებულ, მოულოდნელ იერიშს იწყებენ სპარსულ გარნიზონებზე. და იცით, მათ შეძლეს კიდეც ჩამოსახლებულების გაყრა, მაგრამ საბოლოოდ შახის უზარმაზარმა იმპერიამ ეს აჯანყება მაინც ჩაახშო, წარმოუდგენელი სისასტიკით და მისი ლიდერები სიკვდილით დასაჯა. და აქ მივდივართ ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო პარადოქსთან. შეხედეთ, ეს იყო სამხედრო დამარცხება, ხო? მაგრამ სტრატეგიულად ეს იყო უდიდესი გამარჯვება.
კი ბატონო, აჯანყების მეთაურები სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ მათი მთავარი მიზანი კახეთის ჩასახლების შეჩერება მიღწეული იქნა. შაჰმა ეს გეგმა ვეღარ განახორციელა, ანუ ამ თავგანწირვამ ფაქტობრივად რეგიონი გადაარჩინა. კარგი, და რა? რა დაგვიტოვა მემკვიდრეობა და მრთულმა ეპოქამ და კონკრეტულად ამ აჯანყებამ? 1659 წელი. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი. ეს საქართველოს ისტორიაში უბრალოდ რიცხვი კი არა, ეს არის სიმბოლო. იცით, დროთა განმავლობაში ბახტრიონის აჯანყება უბალო ისტორიულ ფაქტს გასცდა და ნამდვილ ეროვნულ თქმულებად მითად იქცა. ის გახდა იმის მაგალითი, თუ როგორ შეძლეს ერთმანეთთან გადაკიდებულმა ქართველმა თავადებმა პირადი წყენის დავიწყება და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება. მოკლედ, ეროვნული ერთობის და თავგანწირვის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ იქცა. მოდით შევაჯამოთ. რა არის მთხავარი, რაც ამ ამბიდან უნდა წავიღოთ? პირველი და უმთავრესი. კულტურული იდენტობა არის უზარმაზარი, წარმოუდგენელი ძალა. მეორე, როსტომ ხანის მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ისტორია არასდროსაა შავთეთრი, ის სავსეა რუხი ტონებით და რთული არჩევანით. მესამე, ვნახეთ, რომ წინააღმდეგობას ბევრი სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს. დედოფალ მარიამის ჩუმი კულტურული ბრძოლიდან დაწყებული ღია აჯანყებით დამთავრებული და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ბახტრიონის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ტაქტიკური მარცხი შეიძლება გრძელვადიან სტრატეგიულ გამარჯვებად იქცეს. და ბოლოს, ჩვენ ისე უბრუნდებით იმ კითხვას, რომლითაც დავიწყეთ, მაგრამ ახლა, ამ ყველაფერს შემდეგ, ის ბევრად უფრო მძიმედ და მძაფრად ჟღერს, მაინც, რა არის კულტურული გადარჩენის ფასი? როგორც დავინახეთ, ამ კითხვაზე მარტივი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი უბრალოდ არ არსებობს. და აი, საქართველოს მე-17 საუკუნის ისტორია სწორედ ამაზეა, ამ რთულ არჩევანზე, მძიმე კომპრომისებზე და საბოლოო ჯამში თავგანწირვაზე, რომელიც ერს გადარჩენისთვის დასჭირდა.